Celiakis შესახებ უნდა გიამბოთ, celiaki აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის. Ბათუმი მცირე ჩამონათვალს შორის არის, სადაც celiakis პედიატრიული სკრინინგის პროგრამა მოქმედებს და იკვლევენ 2-დან 18 წლამდე მოზარდებს. დღეს ზღვისპირა ქალაქმა მიმართულებით საერთაშორისო კონგრესსაც უმასპინძლა. ძირითადი თემა celiakis დროული სკრინინგი და დიაგნოსტიკა იყო. ბათუმი იმ მცირე ჩამონათვალს შორის არის, სადაც celiakis პედიატრიული სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საპილოტო პროგრამა წელს ამოქმედდა და 500 ბენეფიციარის კვლევას ითვალისწინებს. celiakis ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მწვავე და ქრონიკული გართულებების პრევენციის მიზნით სკრინინგული კვლევა აჭარაში რეგისტრირებულ 2-დან 18 წლის რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ ბავშვებს უტარდებათ. მექანიზმი თვითონ აი ამ პროგრამაში კვლევაში მოხვედრის გახლავთ შემდეგი, როდესაც ოჯახის ექიმი იქნება გასტროენტეროლოგი, ენდოკრინოლოგი თუ სხვა პროფილის ექიმი ეჭვს მიიტანს celiakiაზე იმ რისკ ფაქტორების ჩამოთვლილი არის რისკ ფაქტორები, ამის გათვალისწინებით მას შეუძლია გადაამისამართოს ფორმაასის მიმართვის საფუძველზე ბავშვი ამ ღონისძიების შემსრულებელ დაწესებულებაში. celiakia აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა მაგალითისთვის ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება celiakis მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის. სკრინინგი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ტარდება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლად ტენდერის გზით შეირჩა. პედიატრი გვიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი დროული რეაგირება. მაქსიმალური დატვირთვა, რა თქმა უნდა, უფრო მოზრდილობის ასაკში მოდის, როდესაც იწყებენ უკვე ბავშვები გლუტენის, ხორბლის, შვრიის, ჭვავის, ქერის, მარცვლეულის საკვების სახით მიღებას და ეწყება შემდეგ ეს სიმპტომები. ჩვენთან ძირითადად მოდის პაციენტები, რომლებიც რისკ ჯგუფის მიეკუთვნებიან, ეს არის აუტოიმუნური დარღვევები, ენდოკრინოლოგიური დარღვევები, დიაბეტი, დადასტურებული celiakis პაციენტების პირველი რიგის ნათესავები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, რომლებიც აუხსნელია. პრობლემა მწვავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ცნობიერების ამაღლებაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით ბათუმმა celiakis მესამე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა დაავადების მართვის შესახებ გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. დღევანდელ შეხვედრაზე შესაბამისად განიხილება celiakis სკრინინგის მნიშვნელობა. ყავს სპიკერები როგორც საქართველოდან, ასევე იტალიიდან. იტალია არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მასობრივ სკრინინგს იწყებს, celiakis პედიატრიულ სკრინინგს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაეჭირა პედიატრიული სკრინინგისთვის. შედგა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც იმუშაეს ამ პროექტზე და დღეს უკვე celiakis პედიატრიული სკრინინგი აქტიურია აჭარის რეგიონში. celiakis შესახებ ცნობიერების ამაღლება პაციენტებს იმათ, ვისაც აქვს საეჭვოდ დიაგნოზი, მისცემს საშუალებას მეტი ინფორმაცია მიიღოს ამ დაავადებასთან დაკავშირებით და გაიგოს უფრო ფართო მასშტაბით მოქალაქეებმა, რომ აჭარაში საპილოტოდ მიმდინარეობს celiakis სკრინინგული პროგრამა. პროგრამა დაიწყო 2025 წელს და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს. ეს ის ნაწილია მოსახლეობის, ვისთანაც მნიშვნელოვანია ადრეულად მოხდეს დიაგნოსტირება, რაც არ მოგვცეს დაავადება გართულება. პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე. იმის შესაბამისად, თუ რა საჭიროებები დადგება, შესაძლებელია პროგრამის გაფართოება. საპილოტო პროგრამის ფარგლებში celiakis სკრინინგული კვლევა უკვე ჩაუტარდა 104 ბავშვს. მათ შორის კვლევის შედეგებით 6 ბენეფიციარს დასაშვებზე მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.